საუბარი. მინდა რომ თქვენს აუდიტორიამაც მიიღოთ მონაწილეობა და დამიშვით კითხვები, გამოთქვით ის რის სურვილიც აქვს და ვეცდები რომ გაგცეთ პასუხი. ფაქტი არის, ჩემო კარგო, ფაქტი არის ის, რომ ტრამპი არის ის პიროვნება, პიროვნებასაც საერთოდ არ აინტერესებს სხვა ქვეყნებში რა ხდება და სხვისი. მას აქვს თავისი ქვეყნის ინტერესი, მას აქვს მხოლოდ და მხოლოდ თავისი, ბიზნესმენია, ხო? და მოგებაზე ფიქრობს. ეს აქვს სისხლში. სისხლში აქვს ეს ამ კაცს. და ყველაფერს ფიქრობს იმით, რომ რა სარგებელს მიიღებს აქედან ამერიკა. რაშიც ის სარგებელს ვერ ხედავს. მისი ქვეყნისთვის წამგებიანია, უარსამბობს ამ ყველაფერზე. აი ასეთი პიროვნება არის ბიზნესმენი, რომელიც არის პირველი პირი. არ აწუხებს დონალდ ტრამპს ლიბერასტული იდეები 56 გენდერის და მსგავსი რაღაცეების. მით უმეტეს, როცა პირიქით ანგელოზივით ცოლი ყავს და სილამაზის კონკურსი და ქალები ევასება, ეხ პედერასტები არის იტავს ამ კაცს. რა ვქნათ ახლა თუ ბუნებრივადაც ესეთი ბნელი გრუზინია, რომ ქართველი ქალები ევასება. ქართველებივით. ნორმალური მამაკაცებივით. არ მოიკლავს ის თავს. აი პიდარასტი რო იყოს, შეიძლება თავი მოიკლა ამ იდეოლოგიის გამრავლებისთვის. არა, ვერ მოახერხეს ჯერჯერობით. პრეზიდენტად ელჭყპტ-ს დაყენება იმ ქვეყნებიდან განსხვავებით, როგორი ქვეყნებიც ამერიკელების მართვის ქვეშ იყო, იგივე ეს ახლა მაკრონზე ამბობენ, ლატვიის პრეზიდენტზე, ლუქსემბურგის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იმიტომ ესეთ ადამიანებს ბუნებრივი წყურვილი აქვს იმ იდეოლოგიის ზეობის. გაცრავად ეთნოსაღმრთოების დაბრუნება ევროპა გადარჩება, ევროპა არ განადგურდება ახლა როგორც ასეთი, მაგრამ ლიბერალური იდეოლოგიის რაშია საქმე, იცით, ლიბერალური იდეოლოგიის მონაპოვარს ევროპაში. ზუსტად ხედავდნენ იმაში, რომ ლიბერალიზმს შეეძრო შეენარჩუნებია ევროპაში შვიდობა. აი ამაში ხედავდნენ. იმიტომ რომ ახალგაზრდები, რომლებიც სტუდენტური თაობა და ასე შემდეგ, იმის მაგივრად რომ დაკავებულიყვნენ მაგალითად ეროვნული იდეებით, დაკავებულიყვნენ სხვა რაღაც პოლიტიკური შეხედულებებით, ამის მაგივრად მიშვებული იყვნენ ნარკოტიკზე, სექსზე, კლუბურ ცხოვრებაზე და შემოსავალზე და მათ არ აინტერესებდათ ეროვნული საკითხები, რასაც ხედავთ საერთოდ ლიბერალიზმს რაც ახასიათებს და ახალგაზრდობაზე იყო ნამუშევარი, რომ ევროპის ახალგაზრდობა იქნებოდა დაბოლილი, გაჟღენთილი, გამოშტერებული, ნაკლებად დააინტერესებდა პოლიტიკური საკითხები, რაც უზრუნველყოფდა ევროპაში მშვიდობას. აი ლიბერალიზმის ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი წერილი და გარყვნილი, რაც თქმა უნდა, რაც მთავარია, იმიტომ რომ გარყვნილი აზროვნების ადამიანს ნაკლებად აინტერესებს შემდეგ სხვა რაღაცები, გარდა იმისა, რომ ხორციელი სიამოვნებები მიიღო. ეხლა დღეს აქ ერთ სხვა შორის ჩვენთან შემოვიდა ეს სცენი. ერთ აქაურს ვესაუბრებოდი, რომელიც არის 53 წლის, მეუღლე ყავს ყველაფერი და ეკითხები მეთქი შვილები არ ყავს და არა შვილები არ მინდაო, სამაგერეთო 3 კატა მყავს სახში. ალადის ვიზია მე ვთხარი შვილები თუ არ გინდა მე ვთხარი არა ასეო კარგად ცხოვრობთ რა თქმა უნდა შვილები და ბოლოს კატები ყავს სამაგეროთ და სიყვარულიო იმაზე გადაგმოვა. აი ეს იდიოტიზმების წახალისება ამ იდეოლოგიას ახასიათებს. ხო იმას შვილი არ უნდა და იმას პოლიტიკა და სამშობლო აინტერესებს? ეს სიტყვაზე ვამბობ. აი ამის წახალისება ჩვენთან სხვა არიან ეს ძაღლმადიდებლები და კატამადიდებლები ნემ რო ყვირიან. მიეცი ამათ საშუალება იმისი რომ პლანი ეწიონ კლუბებშია რომ საერთოდ არ აინტერესებდა ჩვენი ქვეყნის მომავალების რა შეაინტერესებს. თავის დროზე როდესაც მარშლის გეგმის მიხედვით